სამცხე ჯავახეთი ითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ფაქტიურად აღარ არის პრეზიდენტი, ის მხოლოდ არის თავისი ეგრეთ წოდებული ხროვის პრეზიდენტი. ის საქართველოს და ქართველიერის პრეზიდენტი დღეიდან ის აღარ არის. ასე რომ ვითხოვთ დაუყოვნებლივ გადადგეს სააკაშვილი. ჩვენ მივემგზავრებით, შემოგვიერთება ადიგენი, ასპინძას სრული განწყობა ხედავთ, ახალციხეს ხედავთ. მე მგონი დანარჩენს დაინახავს სრულიად საქართველოს, როდესაც ჩვენ გავივლით მთელ რიგ რაიონებს და შევაბიჯებთ პრეზიდენტის რეზიდენციას. განწყობა არის პატრიოტული. ახალციხის განწყობაც როგორც ხედავთ, ცოტათი მაინც შევაღვიძეთ ეს მიძინებული რეგიონი და იმედია, რომ პატრიოტიზმი აქაც გაიღვიძებს. ამის ღრმად მწამს. დღევანდელ დღეს ჩვენ საშუალოდ ალბათ 500 კაცამდე გვეყოლება კოლონაში, მივაკითხავთ ჩვენ ძვირფას პრეზიდენტს. გადავცემთ ახალციხის და სრულიად მესხე ჯავახეთის გზავნილს, რომ ჩვენ ის აღარ გვჭირდება და აღარ ვაღიარებთ მას პრეზიდენტად, რადგანაც მას დღეს უმთავრდება თავისი 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა და შეუერთდება ახალციხე და სრულიად მესხე ჯავახეთი საქართველოს ძახილს, იქ სადაც მთელიერი დგას და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. ადიგენიდან მივდივართ ალბათ 100 კაცი. განწყობა ერთადერთია უნდა გადადგეს პრეზიდენტი და გაიყოლოს ის მუწუკები, რომელიც გეიგე მოსარჩენია და ეს საქართველოა მოსარჩენი. უფლებამოსილება შეუსრულდა დაუმთავრდა პრეზიდენტს, ვაწყობთ აქციას იმის თაობაზე, რომ იგი უარს აცხადებს გადადგომაზე. ამიტომ ჩვენ უერთდებით სამცხე-ჯავახეთი, სკოლონას, ასპინძის რაიონი და ერთსულოვნებად გვინდა შევძახოთ და უთხრათ, რომ დამთავრდა 5-მდე მგონი იცის ჩვენ პრეზიდენტმა თვლა. და ამიტომ იფიქროს გადადგომაზე.